პირთეთრა ლოყა წითელა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი უფლისწული. ერთხელ უფლისწული მაგიდას მიუჯდა საუზმის საჭმელად. ყოლს რომ ჭრიდა თითი გაიჭრა. სისხლის წვეთი ყოლს დაეცა. დახედა უფლისწულმა ყოლს და დედოფალს უთხრა. დედი, ისეთი ქალი უნდა შევირთო, რძესავით თეთრი იყოს და სისხლივით წითელი ლოყები ჰქონდეს. ჩემო შვილო, რაც თეთრია, წითელი არ არის, რაც წითელია, თეთრი არ არის. წადი, ეძიე, იქნები პოვო ასეთი ქალი. უპასუხა დედოფალმა. წავიდა უფლისწული. იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზაში ერთი ქალი შემოხვდა. საით მიდიხარ, ჭაბუკო? კითხა ქალმა ვაჟს. ვერა, სინიორა, თქვენ ვერ გეტყვით, საით მივდივარ. ცოტა ხნის შემდეგ უფლისწულს ბერი კაცი შემოეყარა. საით გაგიწევია, ჭაბუკო? კითხა ბერი კაცმა. მოხუცო, ჩემზე მეტი გიცხოვრია, ჩემზე მეტი იცი, რაღა დაგიმალო, რძესავით პირთეთ, სისხლივით ლოყა წითელ ქალს ვეძებ. უპასუხა უფლისწულმა კაცს. რაც თეთრია შვილო, წითელი არ არის, რაც წითელია, თეთრი არ არის. უთხრა ბერი კაცმა. აი, გამომართვი ეს სამი ბროწეული, მიდი ნაკადულის პირას, გახლიჩე და ნახავ, აქედან რა ამოვა. მივიდა უფლისწული ნაკადულთან. გახლიჩა ბროწეული და უცებ მის წინ მზეთუნახავი წარდგა. ქალი რძესავით თეთრი იყო და სისხლივით წითელი ლოყები ჰქონდა. ქალმა სთხოვა. ოქროსთმიანა ბატონიშვილო, წყალი მწყურია, უნდა მიშველო. დაიხარა უფლისწული. ამოიღო პეშვით წყალი და მზეთუნახავს გაუწოდა, მაგრამ ქალმა უკვე სული დალია. გახლიჩა უფლისწულმა მეორე ბროწეული. ისევ წარუდგა მზეთუნახავი და სთხოვა. ოქროსთმიანა ბატონიშვილო, წყალი მწყურია, უნდა მიშველო. დაიხარა უფლისწული. ამოიღო პეშვით წყალი გაუწოდა მზეთუნახავს, მაგრამ დააგვიანა. იმანაც სული დალია. გახლიჩა მესამე ბროწეული. ამ ორ ქალზე უფრო მშვენიერი მზეთუნახავი წარდგა მის წინ. ახლა კი აღარ დაუცადა უფლისწულმა, ვიდრე ქალი წყალს თხოვდა. დაიხარა, პეშვით წყალი ამოიღო და პირზე შეასხა მზეთუნახავს. გადარჩა ქალი. გაიხადა უფლისწულმა ლაბა და მოახვია ქალს და უთხრა. ამ ხეზე ადი, მე წავალ, კარეტას მოვიყვან და ტანსაცმელს მოგიტან, რომ სასახლეში წაგიყვანო. ქალი ხეზე ავიდა, უფლისწული კი შინ გაეშურა. ერთი საზიზღარი სარკინოზი ქალი ყოველდღე ჩამოდიოდა წყალზე. მზეთუნახავი ხეზე რომ აძვრა, მივიდა სარკინოზი. ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და რა დაინახა, წყლიდან მზეთუნახავი შემოჰყურებდა. უცნაური რამ არის? მაკვირვებს და მაოცებს. ლამაზი ვარ, კარგი ვარ. რად მგზავნიან წყაროზე? გაბრაზდა სარკინოზი ქალი, დაახეთქა კოკა ქვებზე, მიამსხვრია და შინ ხელცარიელი წავიდა. ქალბატონმა ხელცარიელი ქალი რომ დაინახა, გაუჯავრდა. შესაზიზღარო სარკინოზო, კოკა რა უყავი? უწყლოდ, როგორ მოხვედი? მისცა მეორე კოკა და ისევ გაგზავნა წყალზე. მივიდა სარკინოზი ქალი, ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და დაინახა, წყლიდან მზეთუნახავი შემოჰყურებდა. გაბრაზდა სარკინოზი. უცნაური რამ არის? მაკვირვებს და მაოცებს. ლამაზი ვარ, კარგი ვარ. რად მგზავნიან წყაროზე? დაახეთქა კოკა ძირს, მიამსხვრია და შინ ხელცარიელი დაბრუნდა. გაუჯავრდა ქალბატონი სარკინოს, მისცა მესამე კოკა და ისევ წყალზე გაგზავნა. მივიდა სარკინოზი ნაკადულთან, ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და დაინახა, წყლიდან მზეთუნახავი შემოჰყურებდა. ასწია კოკა, დაანარცხა ქვებზე და მიამსხვრია. ხეზე მჯდარი მზეთუნახავი ყველაფერს ხედავდა. მესამე კოკა რომ მიამსხვრია სარკინოზმა, სიცილი წასკდა. აიხედა ზევით სარკინოზმა და ხის ტოტზე შემომჯდარი მშვენიერი ქალი დაინახა. შენი გულისთვის დავამტვრიე კოკები? რა კარგი ხარ, რა მშვენიერი. ჩამოდი ძირს, თმას დაგვარცხნი. უთხრა სარკინოზმა მზეთუნახავს. მზეთუნახავს არ უნდოდა ჩამოსვლა, სარკინოზი კი არ მოეშვა. ჩამოდი, თმას დაგვარცხნი და კიდევ უფრო დამშვენდები. ჩამოვიდა მზეთუნახავი, გაუშალა თმა სარკინოზმა მზეთუნახავს, გამოაძრო თმის სარჭები და ყურში უჩხვლიტა. სისხლის ერთი წვეთი მიწაზე დაეცა. ქალმა კი იქვე სული დალია. სისხლის წვეთი მტრედად იქცა. გაშალა ფრთა და აიჭრა ცაში. სარკინოზი კი უფლისწულის ლაბადაში გაეხვია და ხეზე აძვრა. მალე უფლისწულიც მოგრიალდა კარეტით.
აიხედა ზევით და სარკინოზი ქალი კი შერჩა. რძესავით თეთრი იყავი, სისხლივით წითელი ლოყები გქონდა. ასე უცებ, როგორ გაშავდი და დამახინჯდი. მზეზე ვიჯექ, წუხარებით სავსე და ამიტომ გავირუჯე ასე. ხმაც გამოგცვლია. გაუკვირდა უფლისწულს. დაუბერა ჩრდილოეთის ქარმა და რატომღაც შემიცვალა ხმამან. უპასუხა სარკინოზმა ვაჟს. რა მშვენიერი იყავი, ახლა კი საზიზღარი ხარ. თქვა უფლისწულმა. გვერდზე სიამ ჩამიქროლა, სილამაზე წაიყოლა. უპასუხა სარკინოზმა. ჩაისვა უფლისწულმა სარკინოზი ეტლში და სასახლეში მიიყვანა. მას მერე, რაც უფლისწულმა სარკინოს ქალზე ჯვარი დაიწერა, ერთი მტრედი შემოეჩვია სასახლეს. მიფრინდებოდა ყოველდილა, შემოჯდებოდა სამზარეულოს ფანჯარაზე და მზარეულს ჰკითხავდა. მზარეულო, მზარეულო, გთხოვ, ტყუილი არ თქვა. რას აკეთებს ჩვენი მეფე იმ სარკინოს ქალთან? ჭამენ, სვამენ და სძინავთო, უპასუხებდა მზარეული. პურის დამბალი ქერქები, გთხოვ, დამიყარე სარკმელთან, ღიმილიც გადმომაშუქე, მე კი ოქროს ფრთას გაჩუქე. აკენკავდა მტრედი პურის ნამცეცებს, დაუტოვებდა მზარეულს ოქროს ფრთას და გაფრინდებოდა. მზარეულმა გადაწყვიტა უფლისწულს მოვახსენებ მტრედის ამბავსო და მოახსენა კიდეც. ასე და ასეაო, უფლისწულმა სთხოვა. ხვალ მტრედი რომ მოფრინდება, დაიჭირე და მომგვარე. უნდა მოვიშინაურო. სარკინოზი ქალი იქვე იყო დამალული. ყურს უგდებდა უფლისწულის და მზარეულის ლაპარაკს და გადაწყვიტა. რაღაც საეჭვო ამბავია, ეს მტრედი კარგს არაფერს მიქადისო. მეორე დილით მოფრინდა მტრედი. შემოჯდა თუ არა სამზარეულოს ღია ფანჯარაზე, ეცა სარკინოზი ქალი, უჩხვლიტა შამფურით და მოკლა. მოკვდა მტრედი, სისხლის ერთი წვეთი ბაღში დაეცა. იმ ადგილზე ბროწეულის ხე ამოვიდა. ხემ ნაყოფი მოისხა, მაგრამ უბრალო ნაყოფი კი არა. მომაკვდავს რომ შეაჭმევდნენ ერთ ბროწეულს, ხელად ფეხზე დადგებოდა. მოაწყდა ხალხი სასახლეს, დადგა რიგი, ითხოვდნენ ავადმყოფისთვის უკვდავების ხილს. გონჯი სარკინოზი ყველას ურიგებდა ბროწეულს. ბოლოს ერთი დიდი ბროწეულიღა შერჩა ხეს. ამას კი ჩემთვის შევინახავო, გადაწყვიტა ქალმა. ამ დროს ერთი დედაბერი მოვიდა და შეეხვეწა. დედაშვილობა, ქმარი მიკვდება, მომეცი ბროწეული. ხომ ხედავ, ერთი ბროწეულიღა შერჩა ხეს, ჩემთვის მინდა, ამას ვერ მოგცემ. უპასუხა სარკინოზმა. უფლისწულმა გაიგონა რა სითხოვდა დედაბერი და სარკინოს უთხრა. ქალს ქმარი უკვდება და უარს როგორ ეუბნები? ახლავე მიეცი ბროწეული. წაიღო დედაბერმა ბროწეული, მაგრამ ქმარი მკვდარი დახვდა. რა გაეწყობა ამ ბროწეულს, მაინც შევინახავ. თქვა დედაბერმა. დედაბერი ყოველდილით საყდარში მიდიოდა. საყდრიდან რომ ბრუნდებოდა, კერძი გამზადებული დახვდებოდა ხოლმე, სახლი მილაგებული. უყვირდა ვინ მიკეთებს საქმეს, ვინ არის ასეთი ღვთისმშობლიო. რა იცოდა დედაბერმა რომ ბროწეულიდან გამოდიოდა მშვენიერი ქალი. ალაგებდა იქაურობას, ამზადებდა კერძს, მერე ისევ ბროწეულში იმალებოდა. ერთ დღეს დედაბერი მოძღვართან წავიდა აღსარების სათქმელად და უამბო ვიღაც სახლს მილაგებს, კერძს მიკეთებს, ვერ გამიგია ვინ არისო. ხვალდილით ჩვეულებრივად გამოდი სახლიდან. იქვე კარს უკან დაიმალე და უთვალთვალე. ხელად გაიგებ ვინ დიასახლისობს შენს ოჯახშიო, დაარიგა მოძღვარმა დედაბერი. ადგა დილით დედაბერი, დაიბანა ხელპირი, გამოეწყო, გავიდა შინიდან და კარს ამოეფარა. უცებ ბროწეული გაიპო, გამოვიდა კალმით ნახატი ქალი და დატრიალდა. შევარდა დედაბერი, ქალმა ვერ მოასწრო ბროწეულში დამალვა. აქ, საიდან გაჩნდი? შვიდობა შენ და კეთილო ქალო, ოღონდ ნუ მომკლავდა, ყველაფერს გეტყვი. უთხრა პირთეთრამ. შენ მოკლას არ ვაპირებ, მე მარტო ის მინდა გავიგო, საიდან გაჩნდი აქ, ვინ ხარ, სადაური? მიუგო დედაბერმა. მე ბროწეულიდან გამოვედი. უთხრა ქალმა და თავისი თავგადასავალი უამბო. დედაბერი გლეხის ქალი იყო. გამოაწყო პირთეთრას სოფლის ქალის ტანსაცმელში და კვირადილას საყდარში წაიყვანა წირვაზე. უფლისწულიც ესწრებოდა წირვას. დაინახა ქალი და სახტად დარჩა. ღმერთო დიდებულო, ეს ხომ ის ქალია ხეზე რომ დავტოვე წყლის პირას. წამოიძახა გაოცებულმა.
წირვა რომ დამთავრდა, უფლისწულმა დედაბერი გააჩერა და კითხა. ეგ ქალი ვინ არის შენ რომ გახლავს? ნუ დამღუპავ. შეეხვეწა დედაბერი. ნუ გეშინია. დამშვიდა უფლისწულმა ქალი. არაფერს გავნებ. ოღონდ გამაგებინე, ეგ ქალი ვინ არის? სადაურია? თქვენ რომ ბროწეული მიწყალობეთ, იმ ბროწეულიდან გადმოვიდა ეს ქალი. მიუგო დედაბერმა. რაო, ესეც ბროწეულიდან გამოვიდა? გაუკვირდა უფლისწულს და ქალს მიუბრუნდა. მითხარი, ბროწეულში როგორ მოხვდი? ქალმა ყველაფერი უამბო უფლისწულს. მოკიდა უფლისწულმა ქალს ხელი, წაიყვანა სასახლეში. დაუძახა სარკინოს ქალს და მის წინ გაამეორებინა პირთეთრას თავისი ამბავი. როცა პირთეთრამ სათქმელი დაამთავრა, უფლისწულმა სარკინოს უთხრა. ხომ გაიგონე რა თქვა? მე არ მინდა სიკვდილი მოგისაჯო. შენ თვითონ აირჩიე შენი საკადრისის სასჯელი. მიხვდა სარკინოზის სასჯელს ვერ ასწდებოდა და უფლისწულს უთხრა. უბრძანეთ, კუპრი წამისვან და ქვეყნიდან გამაძევონ. გააძევეს სარკინოზი ქალი. უფლისწულმა პირთეთრა ლოყაწითელაზე ჯვარი დაიწერა და ბედნიერად ცხოვრობდნენ.